ქართული ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი დასავლეთისგან ჯიუტად ითხოვს, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იყოს ისეთივე, როგორც მაგალითად ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ, სადაც ყველამ ვიცით, რომ რბილად რომ თქვა დემოკრატია არ ყვავის. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების მოთხოვნა და ეს უხეში პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ჩამოვიყვანთ დასანქცირებულ პირს, დავსვავთ მოლაპარაკების მაგიდაზე, არ გვექნება დემოკრატია, დავარღვევთ ადამიანის უფლებებს, გავაყალბებთ არჩევნებს, მაგრამ თქვენ იქიდან გამომდინარე, რომ გჭირდებათ შუადერეფანი, გჭირდებათ ეს რეგიონი სამხრეთ კავკასია, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, არალეგიტიმური ქოცური მთავრობა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვესაუბროთ და ჩვენთან დიალოგი უნდა გააგრძელოთ. აი ამის დაჟინებული მოთხოვნის შედეგია ის, რომ არაღირებულებით საერთო სისტემაში და თანხმედრაში ვართ დასავლეთთან, ბრუსელთან და შეერთებულ შტატებთან, არამედ აი ამ მოთხოვნის აღსრულებას და შესრულებას ითხოვს ქართული ოცნება დასავლეთისგან და ბრუსელისგან. რა თქმა უნდა, ესეთ შემთხვევაში, აი ესეთ შანტაჟზე, ესეთი ულტიმატუმებით ენით საუბარზე, რა თქმა უნდა, ბრუსელი არ წამოვიდოდა და ამიტომაც გაუქმდა ეს შეხვედრა.